საღამოშვიდობის თბილისის ზღვიდან მოგესალმებით. როგორც იქნა ახალი ჯოხით წამოვედი, რამდენი ხანია აღებული მაქვს და ქორჭილებზე ვერა და ვერ გამოვედი. ხან შამაიაო, ხანისაო და ახალი ბლუბერდი 2-დან 10 გრამამდე მქონდა აღებული, როგორც კი ჩამოვიდა მაშინ ვიავიღე და დღეს გავტესტავსავით. ბლუბერდში, რა ვიცი, ყველაფერი შეიცვალა ძველ მოდელთან შედარებით, რაც იყო რა. პირველ რიგში ბლანკი, წყობა, რა ვიცი, ლამაზე. ძალიან დახვეწილი ჯოხი არის და ნახოთ მოკლედ საქმეში როგორი იქნება. საღამოს ჩამოვედით, 7 საათი არის თითქმის და სადღაც საათნახევარი შეიძლება ცოტა მეტი გქონდეს დრო. ქორჭილებზე სათევზაოდ და საიტზე წინა ვიდეოშიც ვახსენე და ეხლაც ვინც ელოდებოდით რომ საიტი როდის გაიხსნა მეტეორი G შეგიძლიათ ნახოთ და თვალიელოთ პროდუქცია ყველაფერი. ეხლა კი ვნახოთ რა გამოვა დღევანდელი თევზაობაში. დავიწყოთ. ბრძანდა პირველი ქორჭილა ახალ ჯოხზე. ესეთი გაბრაზებული 2 გრამი მიყენია წონა და MT-Bates-ის სილიკონი. ერთი ბაჭო. ნახე, აი ამ ქვაზე თუ გადმო არა ვერ დადგები? აი ესე დიაგონალზე კარგად გაატარებდი. ხო ხედავ სადაც დგანან. რა ქენი? Opa, ქორჭილა. კაი ქორჭილა. შვენიერი. ეს უკვე ქორჭილა. მიწუწები, ჩათლა ხო შენა. ეს უკვე 3 გრამიან სიმძიმეზე და ფლეშლურესის ლარვაა ეს. ერთი კაი შვენიერი ქორჭილა. სხვა ადგილზე გადმოვინაცვლეთ. ნაბერტი. აქეთ რა ხდება, კარგად ნახო. ასეთი თეილსპინერი, დუოს თეილსპინერი დავაყენოთ, თორე ბაჭო თავის SOS პატარა კოკეტკით მიადგა და პარსავს სკორჯილებს. ძალიან გამასწორა. ოპა. ბიჭო. პირველივე ჩაგდებაზე. დუოს თეილსპინერი, ბაჭო. Duos tail spinner და ესეთი მშვენიერი ქორჭილა. ეს tail spinner-ებიც შეგიძლიათ მეტეორი G-ზე ნახოთ. მაღაზია მეტეორი და მაღაზია პირანია ოფიციალური შემომტანები არიან Duos-ი და საკმაოდ მისაღებ ფასად არის ხოლმე.
ვა, ამაზე რომ შამაია დავიჭირო. ქორჭილა რა ყოფილიყო პირზე რაღაცილება ამონ. აი დაჯდა რაღაც. არა ქორჭილა ეს ვაჭერ. ნაპირზე იმ ხელა შამაიები დაცურავენ რომ. ეს კაი ქორჭილა არის. მოდი აქ ჩემო ძმაო. შენ დღევანდელი big fish-ი ხარ მე მგონი. აი ისე. რა მოხდა იქ ჩემი კაი. რომ ხელა რაღაცა მოხდა. ხუთი 4 ბაჩო? პირი გაუშვი. შემაიმონა. აინც მე უნდა მოგიგო. შენ მაქეთ კაი ბუდაში ისვრი. ცოტა წვრილები გისხედან, მაგრამ აი ტილიასლა არ მინდა იმიტომ. დაგინახავე? ნახო, შეიძლება ცოტა გაწევა. ოპა. გეუბნები ძმაო, დიაგონალზე უნდა იდგე, ნაპირთან იღებს მაგრად, ქორჭილა და გამექცა ამოყვანილი. შამაიები ნახე. აბა ჩააგდებ, მაგრამ რა მილიონჯერ გამოატარე ახლა და. ეტე რა შეხედე. აჰა, კაი. არ წასულა, აი ნახე სუმანდარი. ოპა. ქორჭილა დამჯდა ეგრევე. ქორჭილების გაიზომები. ახლა ეს უკვე კარგად ჩასუქებულა ეს ქორჭილა. მეექვსე. შენ? მეექვსე და მეხუთე, ის გაიქცა წერა. არა, კაცო, ის მეხუთე გამექცა, ეხლა არის მეხუთე. შენ 7 ყავს. სილიკონზე თევზაობის მუღამი მაქვს რა. სილიკონ ივიჭერ ახლა ამითი, მაგრამ სილიკონის ბაკონაში არის ეს. ეს მე მგონი 10-იანია და მე მაქვს ისა, მე კი არა, 7-იანიც არის. ზედაპარი. 7 ზედაპარი მე მგონი აღარ არის. არაფერს არ გაუჭირდება, კაცო, სუბუქად გადააგდა. 1 გრამი არაფერს არ იზევს. და ჯერ რაპიდით გაატარებ ჩაულებთ. აი სილიკონის მუღამი მაქვს რა მოკლედ. თუ გინდათ სწავალო. სილიკონი იგებს. აჩნია სიტუაციას. აი შემოიღე. აი ყოდა. გრამ ნახევარი დავაყენე საერთოდ ახლა. ჯოხი 2 გრამამდეა, მაგრამ აი ჩვენივრად გძნობდი გრამ ნახევარსაც. ხო, რა ადგილასა ვართ? ჭასარიცხი აპარატი. აქ იჭირება, გადახდილია. ბაჩომაც პირდაპირ. თეთრში ესეთ ტრიპუნტელებს იჭერს. მეუბნები არ არის თქო ჩათვლადი, მაგრამ მაინც ითulis. 9-7. ძალობაში რო ვიხლით? ხო, ძალობაში ვიხლით. ვა, რატომ აკლებ, კაცო, წეღა ხო ამოვიყვანე. ორკულიან ქორჭილებს იჭ. ის მოიმართა. ხო, მართალი ხარ. ის ერთი რო გამექცა და მოვიწდა. ყველა თევზი არის ერთგულიანი. ხო. ახან არ იზომება, ესე იგი ერთი კულა. თუ იშხანი დაждდა რო სულ ნახევარი. ორიანი. რა იშხანი, აი მოინდომე ახლა იშხანებია.
იშხან თუ დასვი ახეთ ტურნირის რეგლამენტში ხომ და იყოს ჯოხს გადმოგცემ მაგერ პირდაპირ. ერთი დღით. ოუф, ბიჭო, რა პონჩი არ დაჯდა რა ხელოზე დამირტყა. აი. მოდი. ეს ხო არის 7. ეს ხო ჩამეთვალე. იგზავნა. ოპა. საიდან აღარ? და ზუსტად იმ ზოლზე მოდის ეს ხორჭილიც. რვა. ჩაფრადი 8. ორი ხორჭილა დავიჭირი, რატომღაც მეგონა რომ კამერა ჩართული მქონია და თურმე გამორთული მქონია. და ეს ხორჭილაც ივაბძანოთ. 11. და ეხლა ხო ჩართული და ავაგზელო. ნაი ქვებში გაიჭედა. საპოვარა და გავთიშე კამერა რომ მოვიღე ჩართვა და მოვიწყდა. ბიჭო ეს სერიოზული ზომა დაჯდა. ან ძალიან კაჩოკი არის მაშინ. რას უშურება 10 გრამამდე ჯოხს. ხო. მოდი. კაი ხორჭილა. ამოვწიოთ, კაი ჯოხი 10 გრამამდეა გაუძლებს, აი ხორჭილა. ამას 1-2 ფოტოს მოუხდებოდა. აიცა. გავთიშავ და მე გადავუღოთ. გაუშვათ. კაი ხორჭილა. ჯოხი რა თავის პასთან შედარებით მშვენივრად ამართლებს იმედებს. და ეჭვიც არ მეპარებოდა ისეთი წყობა ქონდა რომ ესე კარგად იგრძნობდა ფსკერს. შორს გადაგდება საერთოდ არ არის საჭირო. შორს გადააგდებდა ბალახში იჭედება მაინც. სადღაც ბალახსა და ესე ნაპირს შორის მშვენივრად არიან გამოსულები. რამემ გაცურა? ტალღები რატო წამოვიდა? კატერმა გაიარა? ფოტოს რო უღებდი იმ მომენტში შეიძლება. პატარამ დაარტყა ეხლა და ჩამოკაჭა.
ჯანა და აუ აი ხორჭილა ესაც გათიბჯის ოპა აი ხორჭილა კაი ზომის არის ეგრევე თუ მივაყოლებთ ეს მე-13 მეომარი იყო მე-14 ბიჭო რა სულშვება ნახე 10 გრამი აჯობს მაგარ ჯანზე მოსულან ძმაო ნახე ესაც რა კაი ზომა არის ეს დაჟე იმას დიდია მე-14 მეომარი დავაი ეგრევე უწყოთ რეჟიმში სერიოზული საღამოს ცოტა დიდი პარტია შემოვიდა თუ ნახე ჩემი კაი მოდი აქეთ რაღაცა მაქეთ ან მაკედონიაც კი მიწვდები ამ ადგილს ნახე რა წალკარის ალგეთი აგერ მოდი აპარატთან გადაიხადე და იჭირე ნუ ჩასუქდნენ მე-15 უწყვეტად თუ გაიმაზება აბა ჩაგდება ბოლო წუთები მიდის კიდე აუ რა кайფია შვენიერი კამერას არც ავთიშავ ბარემ ჩაიწეროს ყველა ჩაგდებაზე თუ მოდის რაღაც ვიწვალო 16 TBC ქორჭილები ბაჩომაც ამოაგდო იქით ორნიშნაზე ავიდა ბაჩოც 16-10-ზე გვაქვს ჯერჯერობით კიდევ ერთი უწყვეტი ქორჭილა მე-17 მებრძოლი ავიდა ცოტა მონცროტანის იქით ბაჩომ კიდევ ერთი მაგრამ გაექცა იყო რას ქვია? ახლა მაგრად დამირტყა. ჰა? შეიძლება რაღაცამ შეჭამა. ორი ფხა.
ბიჭო. ჯოხსა. ნახე ჩემი. რა ქორჭილებია, ნახე. ძალიან მაგარი. просто ზედიზედ რამდენი ჩაგდება? რო ვიჭერ. და იქით ბაჩოს მოყავს ახლა კიდევ. 18-ით? 11? აუ, ბაჩომაც მაგარი ზომა დაიჭირა. შვენიერი. ესე თუ გავერთობოდი ამ საღამოსთან ესეთ მოკლე დროში, რაღაც საათნახევრიან პერიოდში, ეხლა ალბათ 1-15 წუთი 15-20 წუთიც არ დარჩა დაბნელებამდე და დაახლოებით. მაგრატელი მაქვს ჩაულებრივი. ბაჩოს ქორჭილას გლანდებამდე გადაუყლაპია და ვერ იღებს. ვერ იღებს კი არა, ვერ უღებს. ახე რა, არ გაიმაზა, მაინც ეს ჩაგდება. კაი, ამის მერე გავტიშავ კამერას და ახალ კადრს დავიწყებ. მე რამდენ 19 ქორჭილა. და ზედიზედ დავიჭირე, მე მგონი 19 თუ რავი. ნენა. იქით ბაჩომ ორიგი ქორჭილა მოვატყუა. MTB-ი გიყენია? ო. მე ფლეშლურესის ლარვა დავაყენე ახლა ოღონდ. ღია ფოსფორისფერი რა. ერთი და იგივე სილიკონზე დავიღალე ჭერს. რაღაცა შევცვალო, მეთქი იქნება სილიკონის თემა, მაგრამ პირველივე ჩაგდებაზე დავიჭირე. შტერი ნაპირისკენ გამოიქცა და ქვებში შეძრა უკან. ხმელეთის ქორჭი. მაინც მოტყუდა. 21 ბაჩო. ოსტა შავი ღრუბელი მოდის ისეთი იქიდან რომ შეიძლება ძროზე ადრე ეს ბოლო 10 წუთი აღარ დაუბრუნოთ თევზაობას. მაგრამ ცოტა ხანი მაინც ცდით რამოდენიმე გადაეტება. ძალიან მაგარი ქორჭილა დავსვი და კამერა გათიშული მქონდა. რამხელა ნახე ბაჩო. ეს დღეს ბიქვიშია. მართლა კაი ქორჭილა არის. ბიჭო. არ გაიქცე გეხოჭა. აი ქორჭილა ძმაო. ნახე 10 გრამიანი ჯოხი და ქორჭილა რამხელა. ჩემი კაი. კაი, ფოტოებს გადავუღებ, მე გავუშვათ. ეს სანამ ფოტოებს ვუღებდი ამას, ბაჩომაც არანაკლები ზომის დაიჭირა. პირდაპირ აი ხეები როა წყალში, ტყეში ტყის ქორჭილაა ეგა. რამხელაა ბიჭო ეგაც, მოიტანი დააზომე. მოიცა საერთო ფოტო გადავუღოთ ამას. გამოწია ეგრე, ხელი მოიტანი აქ. ესე დასვი და დუეტში ცოტა ზევითაცია მარცხნივ აი აქეთ აი ხო ეგრე გამოახედე აქეთ აი სო და დუეტში გავუშვათ
1 2 და ძალიან მაგარი თევზაობა გამოგვივიდა, იმენა ძალიან მაგარი. ბაჭო 6 გრამამდე შავი გედით არის. მე 10 გრამამდე ბლუბერდით და ანგარიში გვაქვს 22-ით 13. ხო? თუ 14. ნუ სადღაც ეგრე რა მნიშვნელობა აქვს. ასე და ამგვარად დავამთავრე. ახალი ჯოხი ქორჭილაზე მოინათლა შვენიურად თან საერთოდ რო არ ველოდებოდი ისეთი ჭერა გამოვიდა თბილისის ზღვაზე 2-დან 10 გრამამდე ახალი ბლუბერდი თვითევზავე ეჭვიც არ მეპარებოდა ისეთი წყობა ქონდა რომ კარგი შედეგი უნდა დაედო თევზის ჩარტყმები შვენიურად იგრძნობოდა გამოყვანის დროსაც კარგად მუშაობდა ჯოხი და რა ვიცი ვისაც გიყვართ სპინინგით თევზაობა თბილისის ზღვაზე აგერ კარგი გააქტიურებული არის ქორჭილა და სილიკონზეც ვიჭირეთ, ყანყალაზეც ვიჭირეთ და თეილ სპინერზეც ვიჭირეთ. შვენიერი ზომები. ასე დაგემშვიდობებით და შევხვდებით ახლო მომავალში. წალკის ტურნირი გველოდება წინ. თბილისის ზღვაზე ვივარჯიშეთ გამოვიდა წალკის ტურნირამდე. ხო და ნახოთ იქ ამინდირის საშუალებას მოგცემს რაღაც ცოტა წვიმა წერია, მაგრამ წვიმა მარტო ჩვენთვის ხო არ იქნება, ყველა მონაწილისთვის იქნება. უბრალოდ დისკომფორტია ცოტა თორე, სხვა არაფერი. ეხლა კი კარგად ბრძანდებოდეთ.